მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ამოვების ბაზარს, ეს არის 2014 წლის პირველი გადაცემა, გილოცავთ ახალ წელს. ჩვენი სტუმარია დღეს გიორგი ბაქრაძე, ის გახლავთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, თუმცა ამ რანგში ის ჩვენთან მოგვიწვევია, მაინც და მაინც მოგესალმებით, მადლობთ რომ ჩვენთან. დიდი მადლობა დაბადებისთვის, გილოცავთ შობა ახალ წელს. როცა მოვფრო ამ რანგში არ მოგვიწევია, გულისხმობ იმას, რაც იცის ყველა, ვინც იცნობს გიორგი ბაქრაძეს, ის გახლავთ გამორჩეული და ცნობილი თავისი ჰობითი და არა იმდენად ძირითად საქმიანობით, რაც თქვა სასჯელს მოიპოვებს, ხო? ეს არის კლუბ სადრაროდის რასადროდის მე ვიტყოდი გამორჩეული წევრობა და ცოტა საქართველოში იშვიათი ადამიანი, ვინც ცნობილი ხდება საზოგადოებისთვის სწორედ ჰობის მეშვეობით და არა თავისი პროფესიის, ხო? ხო, მე მგონი ეგრე. ალბათ ხო, ჰობი იმდენი ხანია ვთამაშობ, რომ სადღაც ზღვარზე არის ჰობისა და მეორე პროფესიის შორის, თუმცა მე არავის არ მინდოდა პრინციპი არასწორი იქნება მის როგორც პროფესიის შეხედვა, უბრალოდ იმდენი ხანია ვთამაშობ ჩვენ არა მარტო მე ბევრია კლუბში, ისეთი ვისთვისაც ეს ჰობი გარკვეულად განუყოფელი ნაწილია ჩვენ ცხოვრების. ეს შოუ არის ძალიან საინტერესო შოუა იმ მხრივ, რომ ვის წინააღმდეგას თამაშობ, ისინი არიან შენ მხარეს. ხო, ანუ თამაშობ ტელემოყურებლების წინააღმდეგ, მაგრამ ტელემოყურებელთა დიდი ნაწილი არა ისინი, ვინც უშუალოდ გეთამაშებიან. მე ეგრე მგონია, რომ როგორც წესი გუნდს უჭერს ხო? კი, კონსულ შემადგენლობს, რაღაცა პარადოქსი ჩადებულია ამ შოუში, მაგრამ ჩემი აზრით მან სხვა უფრო ღრმა პარადოქსებია და მოდი სანამ თქვენს და ვფიქრობ, რომ შევეხებით სხვა საქმიანობასაც კლუბის მიღმა, შევეხოთ რამდენიმე საკითხს, რაც მაფიქრებს ხოლმე, როცა ამ თამაშს უყურებ. მე თუ მიცდია ამის თამაში და არ მითხარ ჩემი ემოციების უცებ გაზიარება, ხო? მაგრამ გამჩენია ეს კითხვა, რომ პრინციპში ჩემთვის შეუძლებელია ფიქრი კოლექტიურად თან ერთი წუთის ფარგლებში. ერთი წუთის ფარგლები ეს მაინც მნიშვნელოვანია, ხო? აი როგორ ახერხებთ ამას? თქვენ კი არა, აი ეს 6 კაცი ერთ წუთში რაღაცის მოფიქრებას. პრაქტიკის ამბავი არის უფრო. ანუ კაი, სულ თავიდან როგორ ახერხებთ? სულ თავიდან არ ვიცი, ანუ თავიდანვე, მაგრამ მე როგორ მე სხვების მაგალითად ვერ ველაპარაკებ, მე ბავშვობიდან ეს ხო არის საბჭოთა გადაცემა, ეს არის იშვიათი წმინდა საბჭოთა ბრენდი. ხო. ანუ უყურებდი ბავშვობიდან, ახლა ბავშვობიდან მინდოდა ჯერ რაღაცა კითხვების გაგზავნაც ვცადე, რაღაც ბავშვობაში რა თქმა უნდა კითხვები ძალიან პრიმიტიული და ნაივური იყო, რა თქმა უნდა, არავინ არ მიიღო, მაგრამ ნუ ყოველთვის მაინტერესებდა, ყოველთვის მინდოდა ამაში მონაწილეობის მიღება და მე როდესაც ამის თამაში დავიწყეთ უკვე აქ არც მიფიქრია. ახლა ეს რო წამოწიეთ, ახლა ესე რომ მეფიქრა თავის დრო შეიძლება არც ვერც მეთამაშა ვერასდროს. როგორც ველოსიპედით რო დადიხარ, ხო? ანუ პრობლემით რო დადიხარ ფეხით, ხო? თუ შენ დაფიქრდები, რომ ჯერ მარჯვენა ფეხი უნდა გადაგმერი მარცხენა შეიძლება დაეცე ეგრევე. ისე როგორც სულ თავიდან როგორ იყო მაშინ? არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ რაღაც ორგანულად წავიდეთ ჩვენ 6 კაცი დავსხედით და ვთამაშობდით. ანუ დაიწყო ჩვენთვის დაიწყო სხვა თამაშით, თქვა 13 წელს იყო ეგეთი ლითა, რომელიც ჩემმა ჯგუფლებმა მოიგონეს ფიზიკის ფაკულტეტიდან და ეკონომისტებმა და ჩვენ თამაშობდით მას, ანუ როგორი შიფრება? ლიტერატურულ ინტელექტუალურ თამაშს, ძალიან ორიგინალური გაშიფრვა, ხო. და თამაშობდით მაგას, ანუ იქ იყო რაღაცა Trivial Pursuit-ის მაგვარი კითხვები, იყო რასადროდის მაგვარი კითხვები, იყო რაც ლიტერატურის პროზაული ნაწყვეტის გამოცნობა ვისი დაწერილია და საიდან არის ეს რაღაცები. ნუ მე ამ თამაშმა საბოლოო ჯამში დავი ამოწურა და დარჩა მარტო რასადროდის, მაგრამ ნუ თავიდანვე იქაც 6 ადამიანი იყო გუნდში და ნუ რაღაცნაირად მოდი მას შევხედოთ ამ თამაშის კომპონენტებს სხვადასხვა კუთხით. ლაპარაკი არასტრუქტურულ კომპონენტებსაც ხადია, არამედ იმაზე, რაც შეიძლება გამოგადგეს თამაშისას. ნუ თვალსაჩინოა ის, რომ გჭირდება ერუდიცია, ანუ ქართული სინონიმი რა მოუშველებს, ნაკითხობა, ცოდნა, წიგნიერება. მოკეთ ინფორმაციული ცოდნა, პლომად და გჭირდება ინტელექტიც ცხადია. ხო. მოდი მე თქვენ მოგანდობთ ამ ორ რაღაცას შორის განსხვავების აღნიშვნას და მე მგონი რომ ნაკითხობა და ერუდიცია როგორც ასეთი სასურველი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებელს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ მთელი იდეა ამ თამაშს არის ის, რომ კითხვები, რომელსაც ვამენ, ყოველ შემთხვევაში კარგი კითხვები, რომელსაც ვამენ, არის ისეთი, რომელზეც პასუხის გასაცემად არა აუცილებლად პასუხი იცოდე.
ხო შენ უნდა კონდეს გაგებული თუ თქვა ვინმე პიროვნებას გეკითხებია ვინ არის ეს პიროვნება როგორც წესი ეს პიროვნება გაგებული აქვს ადამიანს საშუალო სკოლის ფარგლებში ხო ანუ ეს შეიძლება იყოს კითხვა თქვა ნიუტონზე ან შეიძლება კითხვა იყოს დარვინზე მაგრამ არ იქნება თქვა არ ვიცი გალტონზე რომელიც თქვა ევგენიკის ავტორია და იგივე პერიოდში ცხოვრობს მაგაზე კითხვა არ იქნება ხო ანუ იდეაში ნაკითხობა სასურველი არის იმდენ რამდენიც ეს აადვილებს თამაშს გარკვეულ თვალსაზრისით მაგრამ აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს და ამიტომ მეორე ნაწილია ეს ინტელექტი ეს იმ ცოდნის გამოყენება რომელიც ადამიანს აქვს ეს ინტუიცია უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ვიდრე უბრალოდ რაღაც ფაქტების ცოდნა მან და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რომლის განვითარების შესაძლებლობაზე მინდა გითხოთ ეს არის ასოციაციური აზროვნება და ნუ ჩვენ გვინახავს მაგალითად თქვენი მოგებული რაუნდები სწორედ ამ ასოციაციური აზროვნების წყალობით სუბთად მე მესმის ეს შეიძლება ცოტა რთული იყოს მაგრამ მაინც მინდა გთხოვოთ როგორ განავითარეთ ეს უნარი თქვენში ხო აი რას აკეთებთ საერთოდ რომ ადამიანის ბევრი დეფინიცია არსებობს მოგეხსენებათ მაყურებლებმა ციციან რა არის ადამიანი როგორი ცხოველია ის ხო ეს არის რაღაც იარაღის მკეთებელი ან ორფეხა ან გამართული ან მოკლედ სხვანაირი ხო ან საზოგადოებრივი და სხვა და ერთი რაც მომისმენია რაც ადამიანს გამოარჩევს ცხოველისაგან არის სწორედ ასოციაციური აზროვნების უნარი კარგი გამოარჩევს მაგრამ ეს უნარი სხვადასხვა ხარისხით შეიძლება იყოს მოცემული ადამიანში ამ თამაში მგონია რომ არის აი ძალიან განვითარებული გქონდეს რომ მოიხმარო. საინტერესოა როგორ ვითარდება ეს თუ შეგინიშნავთ თქვენს თავზე მე სხვებზე არ გეკითხებით. ალბათ ანუ ჯერტი როგორც ნებისმიერი უნარი განვითარებადი არის ხო თუ ადამიანს შეუძლია ისწავლოს ხატვა კარგად არანაირი სხვა უნარის სწავლა ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან რომელსაც ხატვა არ უცდია არანაირი სხვა უნარი შეუსწავლადი არ არის ანუ ყოველთვის პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს მე ჯერტი ალბათ იმიტომ რომ ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა ყველაფრის ანუ არ ქონდა მნიშვნელობა ეს ხატრული ლიტერატურა იქნება დოკუმენტური რაღაც ისტორია ყველაფერს კითხულობდი და შესაბამისად ალბათ ეს ასოციაციური კავშირები რჩებოდა თავში ანუ თქვა ერთს რო წავიკითხავდი სამუშკეტერს და მე რო წავიკითხავდი ანუ საფრანგეთის ისტორიას უფრო რაღაც ერეზულს იმავე პერიოდთან დაკავშირებით საერთოდ სულ არ ყოფილიყო და ძალიან ნახსენები მაგრამ იქნებოდა ნახსენები რაც მაასტრიხტის აღება და ამ შემდეგ, ხო? ეს რაღაცნაირი კავშირები ან ინგლისურად ლინკი უფრო კარგად ჟღერს, იმიტომ რომ ქართული ბმები. ხო, თავისით ჩნდება. მე კიდევ ბავშვობაში მიყვარდა კროსვორდების შევსება, ყოველთვის და განსაკუთრებით მიყვარდა ყოველთვის საბჭოთა ჟურნალი ნაუკა ჟიზნი იყო კროსვორდს ფრაგმენტები, სადაც იყო ვიღაც სურათი უნდა გამოგესწრებინა ან რაღაცა. ანუ ეგეთი ტიპის ვთქვათ გასართობები მიყვარდა ყოველთვის ალბათ მაგან განაპირობა ეს რაღაცნაირად მინდოდა მეკითხა აი ვარჯიში და წვრთნა ამ საქმეში თუ არის მარტო თამაში მე მგონი ხო ხო და რა შეიძლება აი რო წარმოვიდგინოთ რომ გინდათ მაგალითად აი თქვენი შვილი ამ კუთხით გაყვეს თქვენ კვამს ხო აი როგორ გაწვრთნით როგორ ავარჯიშებდით მას უნდა ითამაშოს ანუ მე მგონი ერთადერთი რეალური პრაქტიკა ერთადერთი რეალური ვარჯიში არის პრაქტიკა უნდა დაინტერესდეს ანუ ისევე როგორც მივიდა ბევრი სხვა ალბათ ყველა ის სხვა რომელიც ახლა თამაშობს მათ ნახეს ეს თამაში სადღაც ან ვიღაცა მოუყარო ეგეთი თამაში არსებობს და ისინი დაინტერესდნენ და მოვიდნენ და თამაშობენ სიამოვნების გარდა კიდევ რისთვის შეიძლება ითამაშო ეს სიამოვნების შენ თამაშობ სიამოვნების მე თამაშობ სიამოვნებისთვის გასართობად ეს გარკვეულწილად რაღაცნაირი ანუ ყოველთვის მინდოდა შემედარებინა ეს ჩვენი კლუბი ტრადიციულ ვიქტორიანულ კლუბებს სადაც ხალხი მიდის იმისათვის რომ ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ჩუმად იჯდეს ხო ახლა შერლოკი არის ძალიან პოპულარული და ეს მაიკროფტის კლუბი ხო სადაც ხალხი იზის და ჩუმად არც არ აკეთებს ხო შეიძლება გაზეთი წაიკითხოს ხო ანუ ეს არის რაღაცა საერთო ინტერესების მქონე ხალხის შეკრება ხალხი რომელიც შეიძლება საერთოდ არ შეგვხვედრო და არასდროს რომ არა ეს თამაში მაგრამ ახლა ეს უფრო ესეთი კლუბია კარგი შენ თქვი რომ ყველაფერს კითხულობდი ბავშვობაში და თქვი რომ პასუხები კითხობის რომელიც კლუბში მოდის
ვითურამე ვინაობა არის ვინმესი გამოსაცნობი. ეს ვინაობა ცნობილი არის სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. ხა მე არ მესწილად, ну, ყოველ შემთხვევაში, როგორ არის, იდეალური კი. არ მინდა დავეჯერო, თქვა სასკოლო პროგრამა, თუ შენ კარგად გაივლი სკოლაში, საკმარისია ამ თამაშის ხარისხიდან წარმოითვისთვის, ხო? როცა უფრო ყველაფერს კითხულობ, საინტერესოა, ეხლა რას კითხულობ, რაიმე სპეციალური ლიტერატურას კითხულობ ხოლმე თუ არა, იმისთვის რომ ფორმაში იყო. ფორმაში ხარ სულ. აი ეს სოციალურ ალბათ ბევრი კითხულობს ამას და მე არას არ წამიკითხავს და არც არავის ვულჩევ რომ წაიკითხოს მარტო იმიტომ რომ კარგად ითამაშოს რასაც როდის არც კითხვას აქვს ესეც აზრი ჩემის ხმარწმენის და არც ეგეთ თამაშს. მე ვკითხულობ იმიტომ რომ რაღაცა მაინტერესებს. თუ ეს მე გამომადგება თამაში გადასარევი თუ არ გამომადგება მე არ დამწყდება გული იმის გამო რომ დრო დავკარგეთ ყველად. ამიტომ მე რაღაცის წაკითხვა, რაღაცის დაზეპირება, რაღაცის სწავლა იმის გამო, მისაც რომ მე რაღაც თამაში გამოიყენო, ეს ართმევს თამაშს იმ პედს, რომელიც ჩემის აზრით აქვს. ეს ჰობიდან, როგორც თავიდან უფრო გადადის პროფესიულ მიდგომაში და ეს არასწორად მიმაჩნია. და ეხლა ძირითადად ვკითხულობ, რაც ხელში მოხვდება იმას, უმეტესწილად უფრო ბელიტრისტიკა შედარებით ნაკლებად, უფრო თქვათ მემუარებს ან დოკუმენტურ წიგნებს ან სამეცნიერო პოპულარული ჟანრის რაღაცას. ბელიტრისტიკისები გაგინელდათ? მე ვიკითხებთ იცით რომ როგორც კი ბევრი ადამიანის გარკვევის ვთქვათ 10 და 25 ან 40 წელიწადს მსმენია რომ ისინი ნელ-ნელა კარგავენ ინტერესს მხატვრული ლიტერატურისა. ვერ ვთქვი რომ კარგავ, უბრალოდ უნელდება. ნაკლებად, ანუ როგორ გითხრა, აი ახალი კარგი ლიტერატურა შედარებით იშვიათად ხდება. და იმ ძველი ავტორებისგან რაც მე წაკითხული არ მყავს, იმათ მიმართ ინტერესი შედარებით შენელებული მაქვს. აი სიტყვაზე მე არ მაქვს საკითხული ომი და მშვიდობა. ტოლსტოის, ნუ თავის დროზე ვერ დავძლია. და ეხლა მე დაგიჯეროთ ეხლა. ნუ არ მაქვს საკითხული, ხო, ბევრი რამე არ მაქვს საკითხული, მაგრამ ნუ ეს ესეთი ამიტომ შინაარს ვიცი რა ხდება ვიცი, იმიტომ რომ თუნდაც აქ აი ყურმოგული რაღაცა იქ ვიღაცა ნებანა დაუსწრებს და შემდეგ, მაგრამ კლიანად ეს 4 ერთად ტომი რომ თან ნახევარი ფრანგულად არის დაწერილი სამწუხაროდ მე ვერ დავძლია. ნუ ბევრი ყოველთვის პირველი 3 გვერდი მეგონის ფრანგული არის და ვერ დავძლია თავის დროზე, ნუ აღარ დამაინტერესა. თავის დროდის იყო. 17-18 წელს ვიყავ. და ეხლა ალბათ აღარც მივალ იქამდე. არის რამდენიმე ავტორი, რომელიც მე მინდა რომ წავიკითხო და ალბათ რაღაც ეტაპზე მივალ იქამდე. რთულები არიან? და უბრალოდ აი რუკინი და ხაჯილი რასაც ვქე, ვერ იმას ვქენ. მაგალითად ჰამსუნი მაქვს დაკითხული და ან მიყვარს მისი ადრეული რაღაცეები, ვთქვათ, ვიქტორია, ან მისტერიები, ან პანი. მაგრამ მისი გვიანდელი რაღაცეები, რითაც მაგან უფრო გაითქვა სახელი, რითაც მისცეს მე ეს ნობელის პრემია, ხო, ის იქამდე ვერ მივედი, მიხედავთ იმისა, რომ გადადებული მაგ და ვიცი რომ რაღაც ეტაპზე წავიკითხავ. მაგრამ ეგეთი ავტორები არიან, მაგრამ ბევრი არა. კარგი. ჩვენ მოგხსენთ ასოციაციური აზროვნება და სიმართლე გითხრათ არ მინდა ახლა კითხვაში შევეცადო ასოციაციურ აზროვნებასა და ლოგიკურ აზროვნებას შორის მიჯნის გავლებას. მინდა ასევე თქვენ გთხოვოთ ну, ბუნებრივია, როცა აზროვნებ, არ ფიქრობ იმაზე, როგორ აზროვნებ, ხო? იმიტომ ფიქრობ განუზნულად, ვთქვათ, სწორი პასუხის მოსაცემად ამ შემთხვევაში, ძალიან ლოკალურ კონტექსტში. მაგრამ სულ მაინტერესებს, გონია რომ რაღაცა თვითრეფლექსია გაქვთ ამ კუთხით და თუ გიფიქრიათ იმ გამარჯვებებზე ან დამარცხებებზე, აი ამ თვალსაზრისით მიჯნა კი არა, მოკლედ წილი ლოგიკური აზროვნებისა და წილი ასოციაციური აზროვნების როგორია ამ დროს? გააჩნია, ანუ ეს კითხვა როგორც ესმებადება დამარცხების მერე რაღაცას რო ვერ უპასუხებს და მე უკან რომ მიდიხარ და დაიხდები რომ აი ესე რო გვემოძრავა, აი აქიდან აქ და ეს ლინკი რო დაგვენახა, ან ეს კავშირი რო დაგვენახა, ან უბრალოდ ეს ნაბიჯი რო გადაგედგა, მე რა ადვილი ყოფილა თურმე ეს კითხვა რომელიც ჩვენ ვერ ავიღეთ. ხო, ეგეთ რაღაცა ხდება, თუმცა ყველა კითხვა ალბათ მეტნაკლებად ინდივიდუალურია. ხო, ზოგში საჭირო არის რაღაცა შედარებით ალოგიკური, მაგრამ ასოციაციური ბმის დამყარება. ზოგში საჭირო არის ესეთი
სილოგიზმის ამოხსნის მაგვარი ლოგიკური ნაბიჯები. ამიტომ რომელი უფრო მეტი არის, არ ვიცი. ალბათ არის კიდე ეს დამოკიდებული იმაზე თუ ვინ თამაშობს, მოთამაშეზე არის დამოკიდებული, ხო, ზოგისთვის ვინც გეთამაშება თუ ისთან ერთად ასწავლებს. არა, ვისთან ერთად აი ეს რა არის უფრო მეტი ასოციაციური თუ ლოგიკური და როგორ ამაგათ შორის კავშირი, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია მე მგონი, ხო, ზოგისთვის ასოციაციური კავშირები ბევრად უფრო მარტივი არის, ვიდრე რაც ლოგიკური გადასვლა ერთი საფეხურიდან მეორე. ზოგისთვის შეიძლება ასოციაციური კავშირები საერთოდ არ ჩანდეს, მაგრამ ლოგიკურად იმდენად კარგად დაალაგოს თქვათ, რომ მივიდეს პასუხზე სულ სხვა გზით, ვიდრე ადამიანი, რომელიც დაინახავს უბრალოდ მოკლე კავშირს. ნერვები არ გეშლებათ ხოლმე თამაშის დროს? კი. თუ ვერ ვუპასუხე კითხვას და ადვილი იყო და ისეთი კითხვა იყო, რომელიც მე უნდა ამეღო, აი ხშირად ყოფილა, რომ აი რაღაცა ფაქტი რო გამხსენებოდა, რომელიც მე ნამდვილად ვიცოდი, ის კითხვა იყო ადვილი და ადვილად ასაღები და აი ამაზე განსაკუთრებით მეშლება ნერვები, რომ მე ვერ ვითევზავე სათანადოდ. კარგი, ეგ მაინც მე მაქვს სხვა მიზეზი შემონახული ნერვების მოსაშალად მაგ სიტუაციაში თამაშის დროს. ერთხელ ვიღწევი სხვა შორის ის რომ ვიღაცა ამ თავის კითხვებით, რომელიც მოდის და რომელიც მაიძულებს, რომ ერთ წუთში უნდა უპასუხო, ცოტა არ იყოს ეს სასტიკად ეთამაშება, ხანდახან ჩემ არაცნობია, რასაც იმიტომ რომ არაცნობია სამოქმედებაც გიწევს რაღაც ასოციაციური კავშირების თუ მულების ძებნისას და მახსოვს რომ ერთხელ დავტოვე კიდეც თამაში ამ ნიადაგზე, რაღაც თავის გზენი შეურაცხყოფილად, ხო? აი რატო უნდა ვითამაშო ახლა ეს, როცა მაყენებენ კედელთან, მაყრიან ამ კითხვებს და იძულებული ვარ რომ გავანძრიო ტვინი ისე რომ რაღაც ვიღაცის კითხვას უპასუხო. და ცოტა მტკივნეული პროცესი იყო რა. ჩემ შიგნით მიმდიდან. ამ კუთხით რამის აზიაროს არ გძნობთ ახლა იმას რასაც გეუბნები. ეს არის დაღლა თამაშით ეს. კი, გასაგებია, მესმის ხო. ნუ ამ ანალოგიური ყოფილა რაღაცა კითხვები რაც მოდის და რეაქცია რაც შენ გაქვს პასუხი გაგების მე რომ აი ეგ რატო უნდა ვიცოდე საერთოდ აი რა ეგეთი ტიპის ნერვების მოშლა ყოფილა რომ ვიღაცაზე ანუ კითხვის გამოსაცნობად საჭირო იყო რაღაც ისეთი ფაქტის ცოდნა რომელიც ნუ საერთოდ არა რატო უნდა ვიცოდე ვიღაცა რატო ვერ გაცდა ეს თამაში ასე ვთქვათ ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებს ფარგლებს როცა გულს მაგაზეც გეოგრაფიას არ გულისხმობ როცა ხო ვიცი რომ ისრაელში არის მაგრამ იქაც არიან რუსულოვანი ინგლისში არის ვიცი რომ არის რუსულოვანი თემის ამერიკაში აშშ-ში კანადაში გერმანიაში ან ბევრგან არიან ჩეხეთში ბალტიისპირეთში ყველგან პრინციპში ყველგან სადაც არის რუსული ან რუსულოვანი იმიგრანტების რაღაცა დიასპორა რამდენადმე სერიოზული როგორც წესი ყველგან არის ერთი პატარა კუთხე. ხოდა მაგას ვკითხულობ, რატო არ გაცდა ამ დიასპორას და ამ თემას? თუმცა არის ცდილობები, მაგალითად თურქეთში არის თუ არ ვწდები გადაცემა თურქულად. ასეთი ზუსტად ფორმატი იყიდეს? ფორმატი კი, იყო ამერიკაშიც ABC მიყიდა ეს ფორმატი, იყო თამაში ერქვა $1 million mind game თუ არ ვწდები. მე რასაც ვუყურებ, ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა ამერიკელებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რამდენიმე წელი ცხოვრობდი. ამერიკელების დაინტერესება ეს ტიპის ინტელექტუალურ თამაშებში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ჯერ ერთი ეჯიბრებიან იმას, ვინც თამაშობს და მეოცე ერთი ისინი ეჯიბრებიან ერთ ადამიანს. ანუ ძალიან ხშირი არის მანდ ინდივიდუალური თამაშები, როგორც Jeopardy მაგალითად, ხო? სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობს სამი ადამიანი და მეოთხე ადამიანი ვინც ტელევიზორთან როზის იცნობს ამას, ან ცდილობს გამოიცნოს ეს საერთაშორისო ტრივია კითხვები ცოტაზე და ის ეჯიბრება რაღაც თვალსაზრისით მაგათ. ანუ რაღაცნაირი მიუხედავად იმისა, რომ ეს teamwork რასაც ქვია, გუნდური მუშაობა ამერიკის კულტურაში ბევრად უფრო არის გამჯდარი სიტყვაზე ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის კულტურაში. ხო, იმიტომ რომ ეს teamwork-ს იქ სწავლობენ, როგორ უნდა იმუშაოს გუნდში, გუნდში და ასე ხო? აი ეგეთი ტიპის თამაშები მაგათვის რატოღაც ასოცირდება ინდივიდუუმთან და არა გუნდთან. ყოველ შემთხვევაში ეგეთი დაბეჭდილება დამჭა ერთადერთი გამონაკლისია თუ ასე Trivial Pursuit-ი, სადაც 4 ადამიანი თამაშობს და ისიც იმიტომ რომ ყველამ რაღაც სხვადასხვა რაღაცეები იცის, ხო, ზოგმე ლიტერატურა, ზოგმე ისტორია, ზოგმე გეოგრაფია და ეს თამაშობ. ამიტომ ცოტა უცნაური არის
მაგათვის შეიძლება მაგიტომ თუმცა ეს როგორც თქვი ეს ABC-ს გადაცემა გავიდა ერთი სეზონი გადიოდა მე რა ბედი ეწი არ ვიცი მაგრამ როგორც თქვი YouTube-ზე შეგიძლია ნახოთ ეს მე პირველი კითხვა სწორედ მაგიტომაც დაგეშვა კოლექტიური აზროვნების შესაძლებლობაზე ხო და მინდა ეხა მაქსაკეთს დაურდეთ თქოს და სხვა კუთხით ეს 6 კაცი აქვთ ერთი წუთი არის კითხვა უნდა მონახო პასუხი და ამ დროს საინტერესოა თქვენ დანარჩენი 5 ყოფილი შემთხვევაში ნასოდემს რომ ხელი შეეწყოთ თავიანთი რეპლიკებით თავიანთი აზრებით ვერსიებით რომელიც ძალიან სწრაფად უნდა თქვა და ძალიან სწრაფად უნდა გაიაზრო აი ამის ნაცვლად შენ გეშლება ხელი იმისათვის რომ იჯდე და ხელს ხვევს ეგ მოსულა კი რა თქმა უნდა საკმაოდ ხშირი არის მით უმეტეს ჩემ შემთხვევაში ყოფილა როდესაც მე მithქვამს რომ აი დანამდვილებით მე ვიცი მე მახსოვს ეგეთი რაღაცა მომხდარა და ამიტომ პასუხი უნდა იყოს ეს და მე აღმოჩნდება რომ პასუხი არის სულ სხვა იმის გამო რომ მე ვთქვათ დავიჟინე რომ აი ეს უნდა იყოს და მე მჯერა რომ ეს არის შეშლია ეგეთი რაღაც მომხდარა კი და თქვენი ავტორიტეტი ხშირად წონის ხოლმე მაგ დროს და ხშირად დაგგვიგონდი მაგის არა ნუ აგებს თამაშს არა მაგრამ რაუნდს თუ სატელევიზიოზე არის ლაპარაკი მე მგონი მე ეს ხშირად არა თუმცა ალბათ ყოფილა ხო არ მახსენდება სპორტულ ვარიანტსაც შეეხება იქ კი ყოფილა თუმცა ერთი და იგივე ხალხი რო თამაშობს დიდი ხნის განმავლობაში ერთად იქ ავტორიტეტი როგორც წესი არც არ ნიშნავს გასაგებია ძალიან საინტერესოა ეს თავდაჯერება საკუთარი გონების და მეხსიერების რწმენა და მე როცა აღმოჩნდება რომ აი აბსოლუტურად დაწუნებული ხარ რომ ასეა და აღმოჩნდება რომ არ არის ეგრე და გატყუებს ან შენ თავი გატყუებს შენი მეხსიერება შენი გონება გატყუებს ხო შეიძლება არც გატყუებდეს მაგრამ შეიძლება უბრალოდ არასწორად წაგიყვანო შეიძლება ფაქტი სწორად მახსოვს მაგრამ მა გადასვლა შემდეგ ეტაპზე იყოს არასწორი ამ თამაშის დროს რაიმე ახალი ცოდნა დაბადებულა თუ არა ჩემთვის ხო კი რა თქმა უნდა აი როგორ რა გზით თუნდაც რაღაც ფაქტი რომელიც შესახებ არ ვიცოდი და კითხვის პასუხის გაგების შემდეგ გავიგე. მოდი აი გზა დავინახოთ თუ შეიძლება. გაიგეთ, მე გულისხმობ არ არის რომ თქვენ ვერ გამოიცანით ეს კითხვა და მე სწორი პასუხი წამყვანმა გამსწორდა. არა. აქ ლაპარაკი ახალი ცოდნის დაბადებაზე მაყურებლის თვალწინ და გუნდის შიგნით ამ რაუნდის მსვლელობისას, როცა თქვენ იწყებთ ნულოვანი სასტარტო პირობით, ანუ არც ერთი აზრზე არ ახართ, რეალურად ეს რა არის, არავის ცოდნა არ აქვს. ამ კითხვის წესარ პასუხი არავინ არ იცის რა. და ერთ წუთში ახერხებთ და მიდიხართ სწორ პასუხამდე. მე მესმის ის რაც ხდება ერთ წუთში და აზრს სისწრაფე ძალიან მაღალი აქვს ცნობილია, ერთ წუთში ვერ გადმოიცემა. მე თქო ცოტა მე დროს გაძლევთ სამისეთ რომ თუ შეიძლება ეს პროცესი დავინახოთ, რომ საინტერესოა. საინტერესოა ახალი ცოდნის დაბადება არა მხოლოდ რაღაცა ინფორმაციული თვალსაზრისით, აი ამანქნა ესა და ეს, ამან თქვა ესა და ეს. არამედ თვითონ თვალმიდევნება აზროვნების პროცესისათვის, რომელიც ამ ცოდნას წარმოშობს. მიხვედრის დინამიკა. ხო, ну, კი, რა თქმა უნდა, ეს უცხოჩეს ეს არის ეგეთი ტიპი, ასე პასუხის გაცემა არის ყველაზე უფრო დიდი კმაყოფილების წყარო. როდესაც მთელი წუთი 6 ადამიანი ლაპარაკობს რაღაცაზე და საბოლოო ჯამში ხდება აი ამ რაღაცისგან პასუხის გამოძერწვა, ეგრეთ წოდებული რასკრუტ გაქვია მაგას, როდესაც ვიღაცა რაღაცას ამბობს, მეორე ადამიანი აქედან გამომდინარე რაღაცას ამბობს, მე მესამე და ესე რაღაცნაირად წრე შეიკრება და უცბად მე ყველანი ერთად ხვდებით, რომ აი სწორი პასუხი არის მარტო ეს და სხვა პასუხი ვერ იქნება. ამისგან მიღებული სიამოვნება ბევრად უფრო დიდი არის, ვიდრე იმისგან, რომ კითხვის დასაწყისში ვიღაცა იტყვის, ვიცი. ეს ბევრად უფრო კარგი არის, იმიტომ რომ ეს არის ისაც არის ეს თამაში. რეალურად არა, იმიტომ რომ ვიღაცამ თქვას რომ აი ვიცი, არამედ იმიტომ რომ 6 ადამიანმა რაღაცა ახალი ცოდნა გამოძერწოს და მივიდეს იქამდე სრულიად ლოგიკურად 6 ადამიანის კონტრიბუციით, ასე ვთქვათ. შეიძლება გაიხსენოთ კითხვა, რომელიც დაგამახსოვრდა იმის გამო, რომ გამოიცანი და რომელსაც აიგეთ სიამოვნება მოგიტანა და კითხვა
რომელმაც თავისი ღირმით ორიგინალობით სიამოვნება კი მოგიტანა, მაგრამ ვერ გამოიცანი. ძალიან რთული არის. თითო მხოლოდ. ხო, თითო რთული არის, იმიტომ რომ როგორც არ იღლით twins მაგათ დამახსოვრებით? ანუ ხო, არ მომახსოვრდება უბრალოდ. აი სპორტულ თამაშს ხო, სპორტულს რომელიც ხო, ანუ მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს, ანუ ეს არის, ვისაც რამდენიმე გუნდი ერთდროულად თამაშობს და იგივე კითხავს, რაც გითამაშეთ, ხო? აი სპორტულის თითოეული ტურის მერეც როგორც ეს კითხვები აღარ მახსოვს. დამთავრებისთანავე. ხო. ამიტომ და არა და ყოფილა შემთხვევები, როდესაც აი ძალიან მომწონებია კითხვა და აი ეს კითხვა მინდა დავიმახსოვრო და თუნდაც მისაც რომ სატელევიზიო ვერსიაში. ტელევიზორში ეგრეა კი. რთული ის არის. მე ბევრად უფრო კარგად მახსოვს მაგალითად ის კითხვა, რომელსაც ვერ გავეცი პასუხი და ვილანძღე მე თავი. აბარომელი. იყო ერთი სუპერბლიჩი იყო კითხვა. ანუ სუპერბლიჩი უნდა ყოფილიყო საბჭოთა ფილმები, რუსულ საბჭოთა ფილმების პოსტერები, რაღაც მინიმალისტური პოსტერები და პოსტერი იქნებოდა და უნდა გამომეცნო ეს ფილმი და პოსტერი იყო ღვინის ბოთლი, რომელზეც ჰქონდა პატარა ვონკანი. და ფილმი იყო აფონია. ხო, არღის ბოთლი რაც იყო მოკლედ და ვერ გამოვიცანი აბსოლუტურად გამეთი შეგონება, აი აბსოლუტურად ეს ბლანკ რასაც ქვია ქონდა და ნუ მე რა თქმა უნდა რომ ვიტყვეს რომ აფონია არის, მე კი წამოვერძო თავშელი, იმიტომ რომ ალბათ ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, ხო, ან თუნდაც 2 წუთით გვიანავ წუთად რა გამოვიცნა იმ მომენტში. ეგეთ რაღაცები უფრო მახსოვს, ვიდრე ის რომ აი რა კაია გამოვიცანი თან. რა კაი კითხვა იყო და ვერ გამოვიცანი. რა არის ის სფერო, რომელიც არ გაინტერესებს, მაგრამ იცი. ისევ და ისევ თამაშის ფარგლებს გულს ყავს სფერო, რომლის მიმართაც არც პროფესიული, არც ესეთი თავისუფალი დროს, მოცალეობის დროს ინტერესი არ ქონია, მაგრამ შენ შეგიძლია ამ სფეროში მოდახოს სწორი პასუხი კითხვაზე. არ ვიცი. რთული კითხვაა, როგორც ანუ მე ზედაპირულად ბევრი რაღაც მაინტერესებს, შეიძლება ის არაფერი არ ვიცი სიყმისეულად, მაგრამ ზედაპირულად ბევრი რაღაც მაინტერესებს, ამიტომ ახლა რო გითხრა რაღაცა. პოლიტიკა. პოლიტიკა მაინც არ მაინტერესებს, მაგრამ შეიძლება რაღაცა ყურმოგრული ან ინტერნეტში თვალმოგრული რაღაცა გამომადგეს იმაში რომ გამოვიცნო. კარგი, მოდი ახლა დავანებოთ თამაშთავი და შევხედოთ შენს სხვა ინტერესებს, რომლითაც საერთოდ დარჩა ხარ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ნუ ეს ჰიპოსტაზი რაც აქვს სრულიად საკმარისია პოპულარობისთვის, რაც ვისაც ეგ თამაში უყვარს იმის სიმპათიების მოსაპოვებლადაც და სხვა. მაგრამ შენ გაქვს ესეთი პროფესია, რაც ერთი ფიზიკოსის პროფესია, სტუდენტობაში მოგხსნილი. არაფერში არ გამოდგომია, არ გიმუშავია. არ მიმუშავია, მაგრამ გამომადგა ძალიან. იმიტომ რომ როდესაც მე შევიცვალე პროფესია და გავხდი ეკონომისტი, წავედი პირველად მაგისტრატურაში მასაჩუსეტსში. ის მე რაც ვისწავლე ფიზიკურზე და ძირითადად აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, რომელიც მე ვისწავლე ფიზიკურზე, ძალიან გამომადგა. ბევრად უფრო მარტივი არის და ეხლა ჯერა მაგისი. გიცოთ რომ ბევრად უფრო მარტივი არის ფიზიკურის ან მათემატიკურის მე ნებისმიერ სხვა პროფესიის დაუფლება, ვიდრე პირდაპირ პროფესიის დაწყება. ამიტომ კი ფიზიკური მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკოსთან არ მიმუშავია, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკოს ჩემგან არ გამოვიდა ბევრი მიზეზის გამო, მე ვთვლი, რომ ფიზიკურმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში და მათ შორის ალბათ თამაშიც, იმიტომ რომ ეს რაღაცა ანალიტიკური აზროვნების ელემენტები რაც მაქვს, მოდის იქიდან რომ მე ვსწავლობდი ფიზიკურს. მე თქვენ გახდით ეკონომისტი. მე გავხდი ეკონომისტი, კი. ბრძანდებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, ანუ მე ხარ რჩევები ესეთი რამე, რასაც საჯაროდ ვერ გამხარ, მას ეუბნები. მაგრამ მოდი ხო უფრო სერიოზულ ამბებზე ვილაპარაკოთ, ხო? და რა მართულების, რა ეკონომიკური იდეოლოგიის მიმდევარი ბრძანდებით საინტერესოა. ხო, კეინსიანური. მე ვიცი რომ ცოტა განმარტეთ, მე მესმის ეგ მაგრამ ანუ კეინსიანური არის იდეოლოგია, რომელიც ჩემის აზრით უფრო მემარცხენე მემარჯვენე რო დავალაგოთ არის უფრო ცენტრისტული, თუმცა მე ვიცი რომ მემარჯვენე ეკონომისტები, ავსტრიული სკოლა ლიბერტარიანელები
ხშირად მოიხსენებიან სოციალისტებად, მოიხსენებენ მას სოციალისტებად, ან კიდევ უარეს ტროცკისტებად, ხო? თუმცა, ანუ კეინსიანური იდეოლოგია, კეინსიანური ეკონომიკა არის იდეოლოგია, ნებისმიერი ეკონომიკა იდეოლოგია არის, ყოველთვის პოლიტიკაზე პოლიტიკაში გადასული, ამბობს, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული როლი ეკონომიკაში. ის არ ამბობს, რომ სახელმწიფოს ის როლი აქვს, რასაც ამბობენ სოციალისტები. ხო, არანაირ ცენტრალურ დაგეგმარებაზე არ არის ლაპარაკი, ხო, არანაირ გოსპლანზე და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ სახელმწიფოს აქვს როლი და ეს როლი შეიძლება იყოს დადებითი. ეს არის კეინსიანიზმის ძალიან უხეშად. კაი, ქართული სახელმწიფოს პირობაზე მას რა დადებითი როლის შესრულება შეუძლია ამ ეკონომიკისთვის? რთული სათქმელი არის ისე და ისე მე ვთვლი, რომ რადიკალური ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლება არის ძალიან კომპეტენტური, ხო? და კიდევ უკეთესი შეუძლია სხვა კომპეტენტური ადამიანების რჩევების მიღება, გააზრება და მერე გაზიარება, შესრულება. აი ამ შემთხვევაში მას რითი შეუძლია იყოს სასარგებლო? და ჩვენგან სახელმწიფოს რას თხოვენ ჩვენთან, ხო? რომ შექმნას სამუშაო ადგილები, გაამუშაოს ფაბრიკა, ქარხნები და აი გაჭედილი რაღაცა კლიშე წარმოდგენების ამარავართ დარჩენილები. მე მოვიღოთ მაგალითს. მე არ მინდა თანამედროვე საქართველოს ვილაპარაკო. იმიტომ რომ ბევრი მიზეზის გამო მათ შორის, იმიტომ რომ ექს-ოფიციოც. ხო, არც ექს-ოფიციო და არც ისე. მაგრამ მე შემიძლია ვილაპარაკო სამხრეთ კორეაზე. სამხრეთ კორეა არის ძალიან კარგი მაგალითი გამართლებული ინდუსტრიული პოლიტიკის. როდესაც სახელმწიფო მე ისე და ისე ეს არ არის მე არ ვამბობ ამით რომ იგი უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ მაგალითს მოვიყვან რომ შეიძლება სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში იყოს დადებითი. ხო, როდესაც რაც გააკეთა სამხრეთ კორეაში გენერალმა პაკმა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე 15 წლის მანძილზე იყო კორეას მმართველი. ხო? მან მაგალითად მან როდესაც LG იქნებოდა, როდესაც LG რომელიც მაშინ იყო Gold Star-ის სახელით ცნობილი, ну ერთ-ერთი ნაწილი LG-ის იყო Gold Star-ი, როდესაც იქნებოდა და პირებდა ვთქვათ რაღაც გაკეთებას, იდეა რამდენიც მე ვიცი აი ამ დამაარსებლისა იყო რომ ის გამოუშვებდა ტექსტილს. ხო? ანუ ტექსტილს. სარუჭგებს, საფეიქრო ნაწარმს, ხო? იმიტომ რომ ეს იყო ნიშა, რომელიც გამოიყენა, ვთქვათ, ვიეტნამმა მოგვიანებით, ბანგლადეშმა, ხო, ძირითადად ჩვენი დასასრულის დიდი ნაწილი ბანგლადეშიდან მოდის, ხო? და ასე შემდეგ და მასაც უნდოდა ამავე ნიშის გამოყენება, იმიტომ ეს მაშინ უფრო ადვილი იყო, იმიტომ რომ ვთქვათ, იგი ვიეტნამში არ იყო ჯერ ეგეთი. და ამ გენერალმა პაკმა დაურეკა და უთხრა რომ არა, შენ არ გამოუშვებ ტექსტილს, შენ გამოუშვებ კაბელებს. და როდესაც იმან უთხრა რომ რატო კაბელებს და მე ტექსტილი მირჩევნია, მან უთხრა не будешь выпускать текстиль, отключим газ. ხო, როგორც იმაში არის. ბრიანს ხელში, ხო? აი, იმიტომ, რომ ჩვენ თვით საჭიროა, რომ ჩვენ უნდა გამოუშვა კაბელი. ხო, ეხლა კაბელიდან ისინი გადავიდნენ მე ელექტრონიკაზე და ეხლა ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია არის. მე მესმის რომ ეს მაგალითი არ არის იდეალური, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ავტორიტარული ლიდერის, ავტორიტარული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებს კერძო ბიზნესი, მაგრამ ეგეთი გაამართლა. და ეს ერთადერთი შემთხვევა არა. ანუ ისე და ისე მე ეს არ არის რაიმე მცდელობა გადმოვიტანოთ კორეის მაგალითს, საქართველოს მაგალითზე, იმიტომ რომ ჩვენ სულ სხვა ქვეყანა ვართ, სხვა ხალხია, სხვა პერიოდია, ხო, იმ პერიოდში ელექტროტექნიკა იყო ნიშა, დღესდღეობით ვთქვათ ელექტროტექნიკა ნიშა ვეღარ იქნება, ხო. მაგრამ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაამართლოს ინდუსტრიულმა პოლიტიკამ არის კორეა. მეორე მაგალითი კიდევ უკეთესი მაგალითი, პარკმა გადაწყვიტა, რომ კორეაში უნდა არსებობდეს ფოლადის მწარმოებელი ქარხანა. და იმდენად აღშფოთდა ყველა ამ გადაწყვეტილებით, რომ სოფლიო ბანკმა უარი უთხრა სესხზე და უარი უთხრა დახმარებაზე. აღშფოთებელი რა იყო? იმიტომ რომ კორეას არ აქვს თავისი ფოლადი. ამიტომ ეს ითვლებოდა, რომ აბსოლუტურად აბსურდული არის, რატომ უნდა ჩაიყაროს ფული რაღაცაში, რომელიც 2 წელიწადში
ჩაფლავდება და გაბანკროტდება, ხო? და პარკმა იმის არც ერთმა დონორმა ფული არ მისცა, პარკმა გამოიყენა ის რეპარაციები, რომელსაც იაპონია უხდიდა კორეას ომის პერიოდში, ხო? გამოიყენა იმისაც, რომ დაერსებინა ეს ქარხანა და ეს დღეს ეს ფოლადის წარმოებული ქარხანა მეოთხეა მსოფლიოში. ანუ მაგალითები იმისა თუ როგორ შეიძლება გაამართლოს სახელმწიფო პოლიტიკამ არის. მე მესმის რომ 1, 2 და თუნდაც 10 მაგალითი კარგი არ ნიშნავს იმას რომ ეს აბსოლუტურად სწორი არის, მაგრამ მე უბრალოდ ვთვლი რომ სახელმწიფოს როლი აქვს. კარგი. მოდი ახლა შევხედოთ კიდევ სხვა რამეს, ოღონდ არა თქვენი პროფესიული საქმიანობიდან ისე თამაში და სამუშაო. აი ამის მიღმა თუ რჩება. ოჯახს არ გულისხმობ. ხონებრივი ამის არ არის ლაპარაკი. რაღაცა პირად ცხოვრებაზე. ლაპარაკი კიდევ რაღაცა სხვა ჰობიებზე. მოდი ესე ვთქვათ, ხო? აი კულინარია ვთქვათ, ვინოა რაღაც ამ დაგვა. არა. მარკები შეგროვ სიტყვას. ნუ ვინო იმდან არა ლუდი თუ მაინც და მაინც, მაგრამ ნუ ეს ისე. კი როგორ არა, ნუ კითხვას თავი რომ დავანებოთ, იმიტომ რომ მაგაზე ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ სულ კითხულობ. კიდე არის მუსიკა, კლასიკური მუსიკა, ძირითადად ოპერა, რომელიც ძალიან მიყვარს. და უსმენ და ვთქვათ, ვაგროვებ ჩანაწერებს. ესე იგი, როგორც მე მესმის, აი ამ ყველაფრის ფონზე თქვენი ყურადღების აი კიდურეს პერიფერიაზეა მედია, ტელევიზია და ასეთი რაღაცები. ხო? თუ ფეხბურთს თუ არ ჩავთვლით. ფეხბურთს უყურებ ხოლმე კი. Manchester United. აჰა. კარგი. კარგი, გიორგი, დიდი მადლობა. მგონი ამოიწურა თან ჩვენი გადაცემის დრო. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ რომ მოხვედით. ჩვენთან ამოების ბაზარი ამით სრულდება. ჩვენი სტუმარი იყო გიორგი ბაქრაძე. მადლობთ ნახვამდის.